დაბრუნდით მოკლედ პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ მაგიდასთან ჩვენ სტუმრებს გია ჯაფარიძე, კოტე იოსელიანი, გიგა ნასარიძე. ის არის იმ ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც აპირებს აქციის გამართვას სწორედ ბანერთან. ასევე ჩვენთან ერთად არიან გუბა სანიკიძე, გიორგი ოთხმეზური, ჯონდი ბაღათურია. ვინაიდან ორგანიზატორი არის გიგა, თქვენებათვით მე მას დაუსვავ პირველ კითხვას. რა არის რატომ გადაწყვიტეთ? ცოტა ისეთი იქნება რაღაც ბანალური შეიძლება შეკითხვა, მაგრამ პროვოკაცია ბევრჯერ ალბათ მოისმინეთ თქვენ, რომ შეიძლება მოყვეს ნებისმიერ აქციას იქ, რომელიც გაიმართება. მაგალითად, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი შიშით გარეთ ვერ გადიან, სასაფლაოებზე ვერ გავდივართ, იმიტომ რომ დაგვინახონ, შეიძლება დაგვიჭირონ და ცხინვალში წაგვიყვანონ. ანუ აი რა არის ეს აქცია და რისი მიღწევის იმედი გაქვთ? რისი მიღწევის იმედი გაქვთ? ცოტა რთული სათქმელია, რა თქმა უნდა. ფონზე რაც ხდება ახლა იქ და პასუხის მომთხოვნი რომ არავინ არ ყავს იმ რუსულ ძალებს, რომელიც ნელ-ნელა გადმოდიან წინ. უბრალოდ ჩვენ გვინდა დავაფიქსიროთ, საერთაშორის ეს არ იყო მარტო ჩემი ინიციატივა, ბევრმა ადამიანმა ცალ-ცალკე გამოთქვა ეს აზრი, რომ აი წავიდეთ, ჩავიდეთ. 2013-ში მეც ვიღებდი ამ საპროტესტო მანამდეც იყო და აი ახლაც რაღაც უფრო მასიურად წამოვიდა ეს, რომ ჩავიდეთ, დავრჩეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები წუხან იმაზე, რომ თქვენ ჩამოდიხართ, ერთი დღე დადგებით დროშას გაიქნებთ, მიდიხართ და მე ჩვენ აგვჩებით ისევ რუსების პირისპირ. არის ესეთი აზრებიც, რომ დავრჩეთ იქ რაღაც ბანაკი მართლა დავცეთ და კარავი და ვიღაცებმა იცხოვრონ თუ რაღაცნაირად წინააღმდეგ რაღაცა მაინც გავაკეთოთ და ვაჩვენოთ თელ საზოგადოებას, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ალბათ, რომ ყველას არ ძინავს ამ ქვეყანაში და ვიღაცები რაღაცის გაკეთებას ცდილობენ მაინც. ეს არის ალბათ ძირითადი მიზეზი. დიახ. რა გამოვა აქედან, როგორ გავაკეთებთ, რამ ხელაზე აგორდება ეს მოძრაობა? ეს უკვე დროის და მარიფათის ამბავი. კარგით, მოდით მაშინ ამ აქციაზე დავსვავ აქეთ მხარესაც კითხვას და შემდეგ უკვე აი მე ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა აქ გამართული დისკუსია დაუშვათ რუსეთთან დიალოგის აუცილებლობა, არაუცილებლობაზე და მე მინდა რომ მე ამ მიმართულებით წავიდეთ. ჯონდი, ბატონო ჯონდი, როგორ უყურებთ თქვენ აი ამ პროცესს თვითონ წავიდეთ, გავაპროტესტოთ აქცია რომელიც უნდა გაიმართოს ბერშვედში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. ცირა მეტი პასუხისგებლობით მოეკიდებოდი ამ საკითხს და მინდა ვთქვა, რომ როგორც ქართული ანდაზაა, რომ კვამლი უსესხლოდ არ არსებობს. ის დამოკიდებულება ახლა აუდიტორიის ორთავე მხრის რომ ჩვენ ემოციურად და სენტიმენტებით ვართ, ესე იგი, ამ საკითხის მიმართ გასაგებია, რა თქმა უნდა, შენი ქვეყანაა და ერთი გოჯის რო ვიღაცამ წაიღოს, ეს გულგასაწყვეტი და შენს ემოციას იწვევს. მაგრამ ჩვენ უნდა დავუფიქროთ, რა შეგვიძლია ჩვენ რა გავაკეთოთ. რამდენი აზრი მოვისმინე, ვერავინ ვერ თქვა რა რისი გაკეთება შეიძლება. აი ახლა მატყობინებენ რომ ხაზი არიან, მოდით შეგაწყვეტინებ და შემდეგ გავაგზელოთ. მერაბ ჩილინდრიშვილი და შალვა ჩილინდრიშვილი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სწორედ იმ ადგილას, რაზე ჩვენ ახლა ვმსჯელობ. ძალიან დიდი მადლობა. მერაბ, გესმით ჩემი? პირდაპირ ეთერში ხარ თქვენ. გადაცემის მთავარი თემა არის ის პროცესი, რაც ახლა ხდება თქვენ სოფელში, ის პროცესი, რაც ახლა ხდება თქვენს თავს. მე მაინტერესებს რა სიტყვით თქვენ. ერთი არის პოლიტიკური განცხადებები, მეორე არის რამდენად მძიმეა იგივე ბანერის გადმოწევა, ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა და იქ შექმნილი სიტუაცია თქვენთვის. მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩვენ ყველამ ვიცით რა როგორ ცხოვრებაში ვართ და რა ის არის ეხლა ერთი კვირის ის არის მომხდარი ამბავი რაც ეს ბანერები დასვეს გადმოიწიეს კიდევ რავი თითქმის ყოველ წელს და ყოველ დღე იწევენ აი იმაში ვართ ჩვენსა პრობლემებში ჩვენ გვაქვს მიწის ფართობი გვითესია იქ მოსავალი რომელიც შარშანა 12 გექტარი ქონდა დათესილი და ნახევარი წაგვართვეს დათესილი დაგვისვეს ბოძები და აღარ მოგცეს აღების საშუალება. მე თავრობის ჩარევით ავიღეთ ნაწილობრივ ის წართმეული ოკუპირებული ტერიტორიის ფართობი. ეხლა კიდევ ერთ კვირაში დასვეს ისევ იმ საზღვართან კიდევ ახალი ბანერი.
ერთი ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, რამდენად გრძნობთ თქვენ ხელისუფლების ყურადღებას? ანუ ის რომ არ ხარ დაცულები, ეს ჩვენს რეპორტაჟში უკვე იყო, თქვენი ინტერვიუები გავიდა, სადაც იყო მუდმივად იმაზე საუბარი, რომ აი, როდის გაიტაცებენ ვინმეს მეზობელს, თქვენს გვერდით მაცხოვრებელს არ იცით, მაგრამ გრძნობთ თავს ახლა დაცულად ხელისუფლების მხრიდან თუ გაქვთ ეს გარანტია? რავი, როგორც უყურებთ ჩვენ თვითონ ამ ხელისუფლება როგორც ყურადღებას გვაქცევს, რავი, შეძლებს და გვარად გვაქცევენ ყურადღებას, მაგრამ რავი, ახლა რამდენად დაცულები ვართ, მაგას ვერ გეტყვით. პოლიციაც მოდის, ყველაფერი, მაგრამ შიშის ქვეშ ვართ, იმიტომ რომ ყოველთვის ხელისუფლება შენ გვერდით ხომ ვერ იქნება, შენ მიწის ნაკვეთში შეხვიდე და შენი მოსავალი დაამუშაო და მოიყვანო და აიღო. ამიტომ ჩვენც ვერიდებით ამ პროვოკაციებს და ვართ ესე რა ვიცი შიშის ქვეშა ვართ. თვითონ როგორ ფიქრობთ? აი, ალბათ ისმენთ ბევრ განცხადებას, პოლიტიკურ განცხადებას, უყურებთ ტელევიზორს. თქვენ თვითონ რაში ხედავთ მერაბ გამოსავალს? როგორ წარმოგიდგენიათ? ალბათ გიფიქრიათ ბევრჯერ, რაში არის გამოსავალი? იმისთვის რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, იმისთვის რომ არ იცხოვროთ ასეთი შიშის ქვეშ, მუდმივად ხან მოსავალს კარგავთ, ხან თქვენს კუთვნილ მიწას გართმევენ და ასე შემდეგ. გამოსავალი იმაში იქნება, რომ რაღაცნაირად უნდა ერთმანეთში შეთანხმება მოხდეს და უნდა ხალხი, გლეხი უნდა იყოს დაცული, რომ თავისი მიწის პარტოფში მივიდეს, თავის მოსავალს მოუვაროს, აიღოს, რა ვიცი, რამდენად პოლიტიკურ ემაში მე ვერ ვერკვევი, მაგრამ ფაქტები არის, რომ არ არის იმდენად მოგვარებული ეს საქმე, რომ პრობლემები ჩვენ გვექნება გლეხებს და რამენაირად უნდა მოხდეს ისე, რომ ერთმანეთში შეთანხმდნენ და აი, მოდით მაშინ ბატონ შალვასაც ვკითხავ, ეხლა როგორც მითხეს, მასაც ესმის ჩვენი ხმა. მადლობა ბატონ შალვა, რომ დრო დაგვითმეთ და გადაცემაში მონაწილეობთ. თქვენი სათქმელი რა არის დღეს? გვერთვებით ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც რამოდენიმე დღის წინ კიდევ გადმოწიეს ადმინისტრაციული საზღვარი. რა არის თქვენი სათქმელი? ხალბატონო იგა, ჯერ პირველ რიგში მოგესალმებით და მე შევეხები წეღანდელი თქვენ დასმულ შეკითხვას, რომ თქვენ გართმევენ მიწის ფართობსო, ჩვენ კი არ გვართმევენ, ყველას გვართმევენ. გეთანხმებით. ხო, აქ კიდევ რა არის კიდე საჭირო და აუცილებელი. ყველას ერთად დგომა მეგონი პირველ რიგში, ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ყოველდღიურად რო ესე იწიონ და თვითონ გოჯი მიწათა გვართვან მეგონი დაახლოებით 1-5 წელიწადში საქართველოს მაგათი იქნება. და ქართველი კაცი კიდე სად იცხოვრებს? ახსენოთ პირველ რიგში, სად უნდა გადავიდეს საცხოვრებლად? ვინმე გამცემს პასუხს? თქვენ პასუხს არავინ გამცემს. არავინ მომკითხველი არ არის, სინამდვილეში არავინ არ კითხულობს, მომავალში სად იცხოვრებს ქართველი. პატრონი არა ჩანს. და ერთადერთი პატრონი რო გამოჩნდეს, აუცილებელია ხელისუფლება დაელაპარაკოს. რატომ ხდება მიზეზი ვინ არის? თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ბატონ შალვა? გარდა იმისა, ეხა რაც გითხარით, ფიქრობთ, რომ რეალურად ქმედით უნარიანია დღეს? არა, კიდევ არ ვამბობ ამას რაღაც ჩასაფრებული პოზიციიდან არ ვსვავ ამ კითხვას, ანუ საქართველოს მარტივად დავსვავ კითხვას, აქვს დღეს იმის თავი? რომ დაიცვას საკუთარი ტერიტორია, აქვს იმის თავი, რომ დაგიცვათ თქვენ, არ წაგართვან თქვენი მიწაწყალი, მე გეთანხმებით, მარტო თქვენ არ გართმევენ, ჩვენ ყველას ერთად გვართმევენ. კი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებები პირველ რიგში მეთქი უნდა დაელაპარაკონ ერთმანეთს. უნდა მოხდეს მათი შეხვედრა, სოფლიო სარბიელიზე ალბათ როგორც იტყვიან ხოლმე და აიხსენოს, რომ საქართველო არის ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი საზღვრები და ეს საზღვრები მთლიანად ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას, ჩვენ მოსახლეობას. გამოსავალი მე მგონი პირველ რიგში ეს არის. უნდა შეხვდნენ ერთმანეთს ვიზე საუბრობთ, ანუ საქართველოს ხელისუფლება და კი, მთავრობა და რუსეთი, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლება პუტინის ჩათვლით, ასე რომ ვთქვათ. კარგით. და იქ უნდა გადაწყდეს გამოსავალი, რა უნდა იყოს მომავალში. კარგით. მადლობა. რამის თქმა ხომ არ გსურთ, ხომ არ დაამატებდით რამეს და დაგემშვიდობებით გადმოვალ ისევ ჩვენ სტუდიაში.
კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, კარგად ბრძანდებოდეთ. მე ვემშვიდობები, მოკლედ ადგილობრივ მაცხოვრებლებს განაგზეთ ჯონდი და კოტეიოსელიანთან გადაესეთი გრიბობით. თავარი რაც შეუნდა ვიცოდეთ, რატომ აკეთებს ამას რუსეთი და სხვათა შორის ლეხმა კაცმა ორი მთავარი პოსტულატი თქვა. ერთი რომ თავრობები ერთმანეთს უნდა დაელაპარაკოს, ანუ ხელისუფლებები და მეორე რატო აკეთებს, რა არის მიზეზი. ჩვენ ხო ვართ, მე არა და ალბათ ბევრი ჩვენთაგანი არა, მაგრამ საქართველოს ხო არის ნატოს მომხრე და ნატოში გაწევრიანების მომხრე, ხო? ხო და ნატოსთან რუსეთს დღეს უკვე სამხედრო კონფლიქტში იმყოფება სირიის ტერიტორიაზე. ნატოს შეიარაღებული ძალები, მათ შორის შეერთებული შტატები, რუსეთი ერთმანეთს იქ ბომბავენ. როცა რუსეთი გამოდის და ბომბავს ტერორისტებს და ამერიკის შეერთებული შტატები აპროტესტებს და აცხადებს, რომ რუსეთი ბომბავს იქ ზომიერ ოპოზიციას, ეგ ტრაქტორკაზე დაობენ ხოლმე ამერიკელები და რუსები. რეალურად ის არის ამერიკელების მიერ შეიარაღებული ფორმირებები. ანუ მათ შორის მიმდინარეობს სამხედრო კონფლიქტი და ამ კონფლიქტში სირიაში ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით გამარჯვებული რუსეთი. ანუ რისი თქმა გსურთ? იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ვართ რუსეთის მოწინააღმდეგე, სამხედრო დაპირისპირება რო აქვს იმ ნატოს მომხრე და ჩვენ ვამბობთ რომ არის ერთი წუთი დავასრულო და მე გამოვიტანო დასკვნა და ჩვენ ვამბობთ რომ ნატოში გვინდა გავწევრიანდეთ, აქ ნატოს ბაზები განვათავსოთ, სარაკეტო და ანტისარაკეტო სისტემები განვათავსოთ. მაშინ არასამაზე არ უნდა დაგწდეს გული რომ რუსეთმა, არა გული კი უნდა დაგწდეს, უნდა შეეწინააღმდეგოს, მაგრამ მაშინ გასაგებია, უნდა პასუხი გაცემულია რატო აკეთებს ამას რუსეთი. დიდი მადლობა კოტეიოსელიანთან გადავიდეთ. ცოტა მოკლედ რომ ვისაუბროთ და ბევრჯერ მოგცემთ. თუ გვინდა რომ ეს არ გააკეთოს რუსეთმა, ჩვენ უნდა უკურნაოთ იმ მიზეზს, რის გამოც რუსეთი ამას აკეთებს. გავიგე, კოტე, რა სიტყვით ამ პოზიციაზე? მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. მაყურებელს მივესალმები ჩვენ სტუდიაში დამსწრე ადამიანებს. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ძალიან გულსატკენია ის ფაქტი, როდესაც ესეთ სენსიტიურ თემაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვს ამ თემაზე, რა უნდა ილაპარაკონ და სინამდვილეში რა ხდება. მე თქვენ გაგცემთ პასუხს და თქვენ გულისწყრომას გამოვეხმაურები დასავლეთთან დაკავშირებით, თქვენ სარკოზი ახსენეთ, სარკოზი მხოლოდ იმიტომ ჩაერია ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომ იმ პერიოდში იგი იყო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი. არც ოლანდს ამ თემასთან დაკავშირებით არაფერი არ მოეთხოვება და მით უმეტეს მაკრონს. დღეს ამ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა არის ესტონეთი და მისმა პრეზიდენტმა რეებიც ისაუბრა, ალბათ კარგად მოისმინეთ, მას უფრო მეტად აღელვებს ჩვენი ქვეყნის ბედი, ვიდრე ჩვენს მოქმედ ხელისუფლებას. რაც შეეხება ერთ-ერთ საუბარს რუსეთთან, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხა ქართულ ოცნებაში ვინმეს გააჩნია ის კომპეტენცია, ან ვინმეს გააჩნია ის ცოდნა, რომ სადმე წავიდეს და რუსეთში ვინმეს დაელაპარაკოს, ერთი კალაძე გაუშვით გაზპრომთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე და ისეთი შეთანხმება დადო, რომ დღემდე მთელ ქართულ საზოგადოებას უმალავენ ამ ხელისუფლება, რომლის გუნდსაც წარმოადგენთ კოტე, რატომ არა წავიდა მაგალითად მოლაპარაკებად, ან უნდა წასულიყო თუ არა. ინგა, ამაზე უნდა გაგცეთ პასუხი, ერთი წუთი. კომპეტენციაზეა საუბარი. დღემდე გვიმალავენ ამ ხელშეკრულებას. რაც შეეხება რაც შეეხება წინა ხელისუფლების დროინდელ ნაბიჯებს, ხო, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან გქონდა ძალიან პრინციპული პოზიციები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვისაც ვიყავით მზად და ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ რუსეთის მოქალაქეებისთვის მოვხსენით სავიზო რეჟიმი, ჩვენ გავხსენით ლარსის საბაჟო პუნქტი, ჩვენ აღვადგინეთ ავიაფრენები რუსეთთან, ჩვენ შეუშვით რუსეთი სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და მხოლოდ ამის დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენ რუსეთთან ვაჭრობთ ოხრახუშით და ტარხუნით და ამას აბაშიძე კარასინის ფორმატის დამსახურებად მიიჩნევენ. ჩვენ ნებისმიერი რამე, როგორც კი მოხდებოდა რუსეთის მხრიდან, არასწორი ნაბიჯი იმ წუთასვე ატყდებოდა დიპლომატიური განგაში, ნატოში, ეუთოში, გაეროში, ვაშინგტონში, ყველა დიდ დედაქალაქში ქართველი დიპლომატები იჯდნენ საგარეო საქმეთა მინისტრების კაბინეტებში, ან მათი თანაშემწეების ან მოადგილეების და იმ დღესვე ეს სახელმწიფოები ძალიან სერიოზულ ზეწოლას ახდენდნენ რუსეთზე. თუმცა დღეს არის კიდევ უფრო ხელსაყრელი, ერთი წამით რა, დღეს არის კიდევ უფრო ხელსაყრელი ვითარება რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად, იმიტომ რომ დღეს
გერმანიაში არის დიდი ოცეულის სამიტი და ძალიან ბევრი სახელმწიფო, რომელსაც რუსეთზე შეუძლია ზეწოლის მოხდენა არის იქ, თუმცა საქართველოზე იქ არავინ არ საუბრობს. უკრაინასთან დაკავშირებული პრობლემატიკის გამო რუსეთი გარიცხეს დიდი რვიანიდან და იქაც საქართველოზე არავინ არ საუბრობს, მაგრამ საუბრობენ უკრაინაზე. უკრაინის გამო რუსეთს დაადეს სანქციები და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ხელისუფლებას გამოიყენებინა ეს უნიკალური ისტორიული შესაძლებლობა, რომ ჩვენი პრობლემატიკა დაეწყვილებინა უკრაინის პრობლემატიკასთან და პაკეტად მიეწოდებინა მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომელიც დიახაც ძალიან ეფექტურად ახდენს რუსეთზე ზეწოლას. ჩვენ ამისგან დისტანცირდით ისე რომ სანქციებსაც არ უერთდებით და ეს ყველაფერი ხდება რის გამო? იმიტომ რომ ერთ ოჯახს საქართველოში გააჩნია პირადი ინტერესი რუსეთთან აი იმ ურთიერთობების ჩამოყალიბების, რომელიც გვაქვს და ამ ერთ ოჯახს ივანიშვილს გულისხმობ, წარმოდგენა არ აქვს იმაზე, რა ქვეყანა არის საქართველო, მან საქართველოს ისტორიაც არ იცის და მით უმეტეს არ იცის ის თუ რა ჭირდება ქართულ საზოგადოებას და ქართულ ხალხს. დიდი მადლობა ბატონო ბძანე და ბატონ გიორგისთან გულბასთან და როგორც პოლიტოლოგი გეკითხებით, თქვენ პასუხისგებლობას ხსნით სარკოზისგან და იმისგან რო არ სრულდება სარკოზი მედვედევის ხელშეკრულება. ჩვენ გვაქვს მე უბრალოდ ვაყენებ გეხახმებით ამ შემთხვევაში რომ მოსათხოვია, მაგრამ მე ისეთი შტაბეჭდილება დამჭერ რომ თქვენ უგველყოფთ აი ამ ხელშეკრულებას, რომ ეს ხელშეკრულება არ უნდა შესრულდეს. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ სარკოზი მედვედევის ხელშეკრულების მიპროტესტებენ ჩემი სტუმრები ბადრე, აქაც უნდა გადმოვინაცვლო მოკლედ უპასუხეთ როდის დამთავრდა სამხედრო მოქმედებები საქართველოში? სამხედრო მოქმედებები დამთავრდა იმ მომენტში, როდესაც ჯორჯ ბუში, კონდოლიზა რაისი და რობერტ გეიცმა ჩაატარეს პრესკონფერენცია და თქვეს, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები ერთვებიან ჰუმანიტარულ სამხედრო ოპერაციაში. იმ მომენტში თბილისზე წამოსული რუსული არმია გაბრუნდა უკან. არ გინდათ ეხა ეს ნიჰილიზმი. ნუ ნერგავთ საზოგადოებაში უიმედობას, იმიტომ რომ მხოლოდ ბრძოლა, მხოლოდ კარგი მუშაობა გამოიყვანს საქართველოს. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. რასაც თქვენ ამ ახალგაზრდებს ასწავლით. დიდი მადლობა. მოგვიანებით მოგწევთ. კონფერენციის შეეშინდა. ბატონო მოგწევთ რა მოგვიანებით სიტყვას უხერხულია ბატონი გიორგი ამერიხანია გულბასი და გია და ჯერ არ მიმიწია კითხვა. კარგეთ. ჯონდე უკაცავა დაუსვამე ბატონ გიორგი ოთხმეზურს შეკითხვას. რომ რუსებს შეეშინათ პრესკონფერენციის. ხო შეეშინათ. აბა რატო გაბრუნდნენ უკან? კარგეთ. შერცხვათ. მოდით მოусმინოთ. შეეშინდათ ალბათ. საკმარის ვისი? თქვენი შეეშინდათ ალბათ და იმ ძალის რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. აბა რას ნიშნავს შეეშინდათ არ შეეშინდათ? ჯონდე უნდა მოგწევთ რას ნიშნავს? არა შვიხი რა, მე არ მისხოთ თქვენი მე გადახელთ კონსტრუქციულობიდან უზრდებობაზე. არა ბატონო ვიღაცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ამიტომ წავიდნენ უკან. ეს იყო ძალიან სერიოზული მესიჯი. გორში იყვნენ შემოსულები, აღებული ქონდა თბილისში ხوار ჩამოვიდოდნენ. მადლობა. მაგასაც გააკეთეთ თბილისში რომ მოდიოდნენ არის. მაგასაც გააკეთეთ. თქვენ გინდათ რომ თბილისში შემოვიდნენ. მადლობა დიდი. მე მინდა თბილისში რუსები შემოვიდნენ პოლიტიკურად. შვიდა დიალოგის შემოსულები არიან და სოლოლაკში ზიან, პარლამენტში ზიან, მინისტრების პოსტები აქვთ უკვე. არზიან შემოსულები არიან. კარგით, გადმოვდივარ ბატონ გიორგისთან უკაცრავად ბატონ გიორგი. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? დიალოგში. დიალოგში ხედავ გამოსავალს რუსეთთან დიალოგშიც და ვეთანხმები აქ სავსებით აქ დარბაზიდან გამოთქვი მოსაწრებას, რომ დიალოგი არის საჭირო და დიპლომატია არის საჭირო დასავლეთთანაც და საჭირო არის რუსეთთანაც. ერთი რომ საუბრობთ რომ გვინდა ნატოს უყურს, მაგრამ ამას მოყვება რუსეთის საპასუხო მოქმედება. ერთი რატო ვატყუებთ საზოგადოებას? ვინ მიგვიღებს ნატოში ჩვენ, როდესაც კონფლიქტები გვაქვს ცხინვალში და აფხაზეთში? ერთი წუთი რა? აგძელეთ. ხო. ვინ მიგვიღებს გაყოფილი იყო და არაფერი გააგზავნა. ხო, დასავლეთ ბერლინმა, დასავლეთ პროპაგანდის ქვაკუთხედი, რატო ვერ შევოთ ჩვენ ნატოში? გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ღირებულება ამ არგუმენტს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არ თხოვლობდა, რომ რუსეთს არ ეომებოდა და დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი არ ქონდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გამო. და ჩვენ გვაქვს, ჩვენ თუ უარს ვიტყვით ცხინვალზე და აფხაზეთზე მიგვიღებენ. შეიძლება მიგვიყონ, ოღონდ როდის მიგვიღებენ, კიდე ეგეც კაცმა არ იცის. ეს არის რუსული პროპაგანდის ქვაკუთხედი ანტინატო
იდეების კულტივაციის ჩვენ არ უნდა ვიყოთ არასწორი, რასაც თქვენ ამბობთ. გიორგი 14-ზე. თქვენი რა არის სწორი რო ამბობთ რომ ის ხერხდა შედეგი რა მივიღეთ? აი უკაცრავად საზოგადოებასთან ნაძირალა ნაცა ბანდისგან მივიღეთ შედეგად ის რომ გაფორმდა ოფიციალურად ცხინვალი და აფხაზეთი ზედ დამატებული ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობით. აი ეს მივიღეთ ნაცმოძრაობის პოლიტიკის შედეგად. იქ რო რაღაცა შედეგად ივანიშვილის პოლიტიკის ერთი წუთი დამაცადი მე თქვენ არ გაწყვეტინებდით ხო? არა? არა, იმიტომ რომ მე არ ვიტყუებოდი და თქვენ როგორ არ ვიტყუებოდით? ჩვენი პოლიტიკა ესეთი იყო, რა პოლიტიკა? პოლიტიკამ რა მოიტანა შედეგად? მითხარით. მე გეტყვი რასაც დამაცადეთ რა თუ შეიძლება ლაპარაკი დამაცადეთ რა. ქართული სიტყვა ეგეთის დილობა. ხო. ხო. რო სხვა რო ლაპარაკობს უნდა დააცადო და მე გამოთქვა თქვენი აზრი. ხო და უნდა იმ დასავლეთთანაც უნდა მოვილაპარაკოთ და მივიდოთ იმ შეთანხმებამდე რომ ჩვენ საქართველოს არ შეიძლება ვიყოთ რუსეთთან ომში წინა ხაზზე. დღეს კი მესმის მე რომ აი ომობს დასავლეთი რუსეთთან ყველა გზას მიმართავს, ყველა ხერხს მიმართავს და ეს მოიტანს ბოლო-ბოლო იმას თავისი ეკონომიკური სანქციებით ყველაფრით რომ რუსეთი დაიშლება. ჯერ როდის იქნება და როცა იქ იქნება ჩვენ აღარ ვიქნებით. ან თუ ვიქნებით იმის მესამედი დარჩენილი რაც გვაქვს. ვინ აგებს პასუხს იმაზე ხვალ რომ რუსეთმა აფეთქება მოაწყოს ისევე როგორც აფხაზეთში და ცხინვალში მოაწყო არა ის ცხელი წერტილები გამოიყენა ჯავახეთში რომ მოაწყოს იგივე სიტუაცია აი მაშინ რა ქვია მას იქ რომ მოაწყოს ფამუქარტში რომ მოაწყოს იგივე სიტუაცია და აქედან გამომდინარე არის სწორედ ის კითხვა რომელსაც ხშირად ვსვამ აქედან გამომდინარე ხალბატონო ინგა ყოველთვის ვართ ამ საომარ რეჟიმში და რაც მოგვიტანს იცით რაშია ხალბატონო ინგასა ესე ვიყავით ჩვენ იმ დროიდან მოყოლებული რაც არსებობს ქართველი ერი ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ყოველთვის მინიმუმ ორი დიდი იმპერიის ინტერესების სფეროში ვიყავით და ჩვენი მეფეები ახერხებდნენ იმას თავისი პოლიტიკით, რომ დღევანდლამდე მოიტანეს ქვეყანა. 1801 წლამდე სამარ გაქვთ, და მოიტანეს ეს ქვეყანა აქამდე. ჩვენ ამაზე დღეს უარს ვამბობთ. რა პოლიტიკა, რა დათმობის პოლიტიკა რუსეთთან. იქ რომ რაღაცეები გაკეთდა, იმის სანაცვლოდ რაღაცა ელემენტარული ნაბიჯი მოგვეთხოვა. პატრიარქზე მეტ სიბრძნეს ნუ დავიჩემებთ არანურავინ. რო ჩავიდა რუსეთში ერთი სოფლის პერების დაბრუნება თხოვა, არ თხოვა რომ გაიყვანეთ ეხავე ჯარები აქედან წათ, იმიტომ რომ ის არ შესრულდებოდა მაშინ. იმ ეტაპზე ის იყო მისახსევი და რომ გამოვარდა მთელი ნაცმოძრაობის მთავრობა და გავიდნენ რუსები და ასე გავლენ, წაგვართოს ის პერები ისე უკან. ამაშია საქმე. კარგით, მოდით გიასთან გაკეთებთ. უკაცრავდა სამი. იმ დასავლეთსაც უნდა გავაგებინოთ ის რომ ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ რომ არ შეიძლება ფრონტის წინა ხაზზე ვიყოთ რუსეთთან. და მოგცენ იმის საშუალება რომ რუსეთს დაველაპარაკოთ წყნარად და მშვიდად და ნელ-ნელა ნაბიჯი მივახციოთ ჩვენს მიზანს. მადლობა. გია ჯაფარიძესთან გადმოვალთ, შემდეგ გუბას სანიკიძესთან. განსხვავებულ პოზიციებს ვისმენთ. მოვისმინეთ ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებაც. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? აი ხა ბატონი გიორგი ამბობდა რომ როდის სად აფეთქდება სიტუაცია, ამის გათვლაც კი ძალიან რთულიაო. რა არის ჩვენთვის გამოსავალი? პირველ რიგში მოგესალმებით. მოწვევისთვის მივესალმებით თქვენს სტუმრებს სტუდიაში, ტელემაყურებლებს. მოსაზრებები მოვისმინეთ, ხო ვერ ვიტყვი უფრო გამოხატული ემოციები ნახეთ, რომელსაც ნაკლები კავშირი ქონდა ალბათ რეალობასთან და ის რაც რეალურად ხდება, მოვისმინეთ რა თქმა უნდა ადგილობრივებიც. ამასთან დაკავშირებით ერთ რამეს ვიტყვი უბრალოდ მე მესმის ადგილობრივების პოზიცია მათ აწუხებთ საკუთარი მოსავალი და აი ამ პირობებში როდესაც ვთქვათ ადამიანს ჩართავთ პირდაპირ ჩართვას გააკეთებთ ალბათ 100-დან ძალიან მაღალი პროცენტი ზუსტად ამ პოზიციით გამოვა, თუმცა იგივე ადამიანმა, იგივე ფერმერმა, ქართველმა ბრძანა რომ საერთაშორისო დონეზე უნდა დადგეს ჩვენი საკითხი და დიალოგი უნდა იყოსო და ანუ თქვენს კითხვას აი ამ კუთხით გავცემ კი რასაკვირველია საერთაშორისო დონეზე უნდა იდგეს ჩვენი საკითხი და ასეც დგას ჩვენ გვაქვს ამისთვის
ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი, სადაც ჩვენ არ ვართ მარტო რუსეთთან ერთი ერთზე, სადაც ჩვენ ყოველთვის გაგვიჭირდება, არა მარტო რუსეთთან, არამედ ნებისმიერ დიდ სახელმწიფოსთან, თუ მარტო დავსვდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, რასაკვირველია ჩვენ გაგვიჭირდება, იქ ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენთან ერთად არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენთან ერთად არის ევროპის კავშირი, აი ბატონმა ბრძანა, რომ რატომღაც მან წარმოიდგინა, რომ საფრანგეთი იყო შუამავალი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წელს, არა ეს ასე არ იყო, საქართველოსა და რუსეთს შორის ომის პერიოდში შუამავლობდა ევროპის კავშირი და საფრანგეთი მაშინ ჩართული იყო როგორც როტაციული პრეზიდენტობის მქონე სახელმწიფო. ევროპის კავშირი არის ამ მოლაპარაკებებში ჩართული და ის არის ჩვენსა და რუსეთს შორის შუამავალი, ანუ ჩვენ შუამავლები არ გვაკლია, არ გვჭირდება თქვათ რაღაცა ცალკეული ქვეყნების შუამავლობა. ევროპის კავშირი, რომელიც 28 სახელმწიფოს გაერთიანება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ისინი არიან ჩართული შუამავლებად, იქ არის EUTO, იქ არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც წარმოადგენენ ფუნდამენტს, საფუძველს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის, თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის. ხა რაც შეეხება პირდაპირ დიალოგს, მე არ ვიცი თქვენ სტუმრებს როგორ წარმოუდგენიათ ეს პირდაპირი დიალოგი, ჩვენ ასეთი ფორმატიც გვაქვს, კარასინი აბაშიძის ფორმატი, სადაც სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც ხშირად გაუგებარია, ხო, რაზე საუბრობენ, ანუ ეს არის ის ფორმატი, რომელზეც მე ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ შეიძლება საერთოდ არაფერზეც არ საუბრობენ და ეს არის უბრალოდ რაღაცა ცხელი ხაზი საქართველოსა და რუსეთს შორის. კი ბატონო, არსებობს ეს ფორმატიც. პრობლემა სხვა რამეშია. პრობლემა გახლავთ ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ თავის დროზე სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა და მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვიდა, შექმნა ისეთი ილუზია, შექმნა ისეთი წარმოდგენა, რომ თითქოს შესაძლებელი იყო რუსეთთან პირდაპირი დიალოგის საფუძველზე, აი ის რაც არის კარასინი აბაშიძის ფორმატი, თითქოს შესაძლებელი იქნებოდა იმ მოუგვარებელი პრობლემების მოგვარება, რომელიც ჩვენ რუსეთთან გვაქვს 2 საუკუნეზე მეტია. ეს იყო ყალბი ილუზია, ეს იყო მცდარი მოლოდინები და დღეს რასაც როგორც თქვათ მოქმედი ხელისუფლება, ისე მთლიანად საქართველოს მოქალაქეები, უბრალო მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, ყველა ჩვენთაგანი ვინც აქ ვართ ამ ყველაფრის მსხვერპლი. ხელისუფლებაც მსხვერპლია ამ საკუთარი ყალბი. მაგალითად გუბა სანიკიძე იმ გუნდში, რომელზეც ეხლა თქვენ ამბობთ, რომ ყალბი მოლოდინი გაუჩინა მოსახლეობას, ყალბი მოლოდინი გაუჩინა ეს იყო სასურველი შესაძლებლად წარმოდგენა. სასურველის შესაძლებლად წარმოდგენა. მოატყუა მოსახლეობა, ყალბი მოლოდინი გაუჩინა. რა სიტყვით თქვენ? მოგესალმებით, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მე მაქვს შევეცდები ქალბატონო ინგა, რომ მოკლედ მოგახსენოთ და ჩემს კოლეგებს ვთხოვ, რომ იქნებ არ შემაწყვეტიოთ. მე შეგიძლიათ რომ რევიზირება გააკეთოთ ჩემი მოსაზრებით. ტერიტორიის დაბრუნების 2 ხერხი არსებობს, ან ომი, ან დიპლომატია. სხვა ხერხი არ არსებობს რა. ომს სჭირდება ერთი რამ, ომისთვის უნდა მოემზადო, განათლების სისტემა უნდა გაასამხედრო, მაგარი ჯარისკაცები უნდა გაზარდო, როგორც პრუსიელებმა ქნეს თავის დროზე. დიახ. რევანშისთვის უნდა მოემზადო. მე ამის მომხრე არა ვარ, იმიტომ რომ ამას შეეწირება საქართველოს. საქართველოს არ აქვს არანაირი რესურსი, რომ ომით დაიბრუნოს ტერიტორიები. რჩება დიპლომატია. ახლა რაც შეეხება დიპლომატიას. იმითი ლაპარაკის დაწყება, რომ ჩავიდეთ მოსკოვში და რუსებს დაველაპარაკოთ, ან ისინი ჩამოვიყვანოთ, ეს არ არის სწორი, ეს არის სულ ბოლო სტადია. მანამდე არის რამოდენიმე საშინაო დავალება, ძალიან სერიოზული. მე ვფიქრობ, რომ საბედისწეროდ სერიოზული. პირველი, ჩვენ არ ვიცით რა გვინდა. გვაქვს პრობლემა აფხაზებთან და ოსებთან, ხო? რომლების უკანას დგანან რუსები, კი ბატონო. რას ვთავაზობთ აფხაზებს და ოსებს? ვინმე მიცის, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ ომი წავაგეთ, აფხაზებს რამე შევთავაზეთ, ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რომ აფხაზებს არ აინტერესებთ არაფერი. არა, ჩემო ბატონო. აფხაზებს აინტერესებთ ესა და არაერთგზის მათ დაუფიქსირებიათ და მეცაც გეტყვით 98 წელში თბილისში ბრძანდებოდა სერგეი შამბა, რომელიც თანახმა იყვნენ მაშინ აფხაზები ფედერაციაზე წამოსვლის. არსებობს სტატუსი. მე ვფიქრობ, რომ არის 4-ნაირი სტატუსი. პირველი, ანუ ჩვენთვის ყველაზე უარესით და მთავრდება აფხაზებისთვის უარესით.
დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზეთის, ხო? ეს წითელი ხაზია ჩვენთვის გამორიცხული. შემდეგ მოდის კონფედერაცია, შემდეგ მოდის ფედერაცია და შემდეგ მოდის ავტონომია. პირველი და მეოთხე არ გამოვა. იმიტომ რომ წითელი ხაზია. წითელი ხაზია აფხაზებისთვის, ჩვენთვის დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზეთის და ავტონომია დავივიწყოთ უკვე. ავტონომია აღარ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ერთ რამეს უნდა შევეგოთ. ხანდახან რო ვისმენ, გონია რომ ვინც ლაპარაკობს ასეთ რაღაცებს, გონია ჩვენ ომი წავაგეთ. ჩვენ ვართ წაგებული მხარე, ხო? ამიტომ დამოუკიდებლობა და ავტონომია გამოურიცხეთ, რჩება ლუფტი, რასაც ქვია, ეს არის ან კონფედერაცია, ან ფედერაცია. ხო? ახლა როგორ მივდივართ? პაკეტს რას ვთავაზობთ? ერთი. ჯერ მე მქონდა სხვათა შორის თქვენ რო ახსენეთ ქალბატონო ინგა მე სხვათა შორის არჩევნებამდე საპარლამენტო არჩევნებამდე გთხოვეთ თქვენ და თქვენს ტელევიზიასაც და სხვებსაც ჟურნალისტებს ვემუდარებოდი რომ დაუძახეთ დეპუტატებს და კითხეთ რა გააკეთეს 4 წლის განმავლობაში მე მქონდა არაოფიციალური არ გეხუმრებით თქვენ ფიქრობთ რომ დეპუტატებს რომ დაუძახებთ აქ დასხდებიან და მომიყვებიან რა ტანკი უნდა ჩავაბა თუ არ მოვლენ ქალბატონო ინგა საყვედურად არ მე გუნდის წევრი იყავით შერჩევით დადიოდნენ დეპუტატები დიდი ბოდიში ამაზე არ დავკავეთ ბოდის ვიხდი თავზე ნაცარი წავიყარე ახლა გავაგზელებ ჩემ მოსაზრებას რა მე მქონდა არაოფიციალური კონტაქტები აფხაზებთან მქონდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მქონდა ჩრდილო კავკასიური დიასპორების საშუალებით. აფხაზები არიან წამომსვლელები, მათ აინტერესებთ ჩვენ რაც ვთავაზობთ. ოღონდ პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ არ ვიცით რა გვინდა და დღეს სამწუხაროდ, ისევე როგორც ამ ხელისუფლების წინ იყო ხელისუფლება, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ დღევანდელ ხელისუფლებას განსაკუთრებით. არ მუშაობენ ისინი ამ თემებზე საუბარი არ არის, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ. შემდეგ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში არის ის, რომ არ აღმოჩნდეთ მარტო. მე მგონია, მე ვიცი ორი სახელმწიფო, ძალიან ძლიერ სახელმწიფო, ოღონდ დღეს არ დავასახელებ, მაგრამ ძალიან მალე დავასახელებ, სადაც მე მქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები ამ სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირებთან, სადაც არის ძალიან დიდი რესურსი რომ ის სახელმწიფოები გახდნენ შუამავალი სახელმწიფოების მეშვეობით ეს არ არის ევროპული ქვეყნები წინასწარ გეუბნებით ეს არ არის ევროპული ქვეყნები შემდეგ მიზეზს დავამთავრებ ინგა და მე აღარ ამოვიღებ ყველას თანაბარი ქრონომეტრაჟი უნდა რა შეეხება მიზეზი ამ ომის და იმისი რაც ჩვენ გვჭირს არ არის მარტო რუსეთი დამნაშავე დამნაშავე არის დასავლეთი დანაშაული დაიწყო კოსოვოს აღიარებით დანაშაული გაგრძელდა როცა ბუხარესტში ჩვენ ფაქტიურად პანღური ამოგვარტყეს და გამოგვაგდეს და პირდაპირ სანქცირება გაუკეთეს პუტინს რო აქ ომი დაწყებულიყო. თქვათ დღეს დასავლეთისთვის საქართველოს სამწუხაროდ აღმოჩნდა საზარბაზნე ხორცი. ხო? ასე არის ესა. და ჩვენ მივიღეთ რა დღევანდელი ვითარებით. შევადაროთ 2008 წლის ვამთავრებ წინადადება 2008 წლის რუსეთი შევადაროთ და დღევანდელი რუსეთი შევადაროთ. დღეს რუსეთი გაცილებით უფრო ძლიერია, გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციები აქვს და გაცილებით უფრო დაბნეული არ და დაშლილი არის დასავლეთ. თუ არა და ვხედავთ ჩვენ ყველაფერს. დიდი მადლობა, რეპლიკა გსურდა და გიგას სურდა დაუცვა. აქ თვითონ კითხვას დავსვავ სტუმრებთან, შემდეგ ისევ აუდიტორიაში გადმოვინაცვლებ. ძალიან ბევრი რამე რაც ბატონმა გუბაზმა ბრძანა, ძალიან ბევრ საკითხში მას მე ვეთანხმები, მაგრამ იყო რამდენიმე საკითხი, რაშიც ვერ დავეთანხმები. დაიწყო მან იმით, რომ ორი გზა არსებობს საერთოდ ტერიტორიების დაბრუნების, ხო? ან ომი, ან დიპლომატია. არა, არსებობს მესამე გზაც, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური გარდატეხები, ხო? ის რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობს, ეს არის ერთის მხრივ ქართველი ხალხის საუკუნოვანი ბრძოლის შედეგი და მეორე მხრივ ეს არის დიდი გეოპოლიტიკური გარდატეხების შედეგი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი და თქვენ ისტორიკოსი ბრძანდებით და რამდენადაც ვიცი, ხო? და შეიძლება შემზე კარგადაც უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ არ არსებობს საერთაშორისო პოლიტიკაში, არ არსებობს სტატიკა, ის არის ყოველთვის არის დინამიკა. თუ შეიძლება ქალბატონიგა სულ ერთი თეორიაზე ვსაუბრობ, აი რაღაცა მესმის, რომ თქვენ პროფესიონალები ხართ, ხო, მაგრამ ეს უნდა ვთქვათ, ამაზე არ საუბრობენ ქართული პოლიტიკური პარტიები, საუბრობენ მხოლოდ ემოციის დონეზე, რომ ხალხის ტაში მოხსნან. აქ მე ტაშის მოსახსნელად
სიტყვად არ ვარ მოსული. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, სადაც ჩვენ შეიძლება რომ გამოსავალი ვიყო. ეს არის დიდი გეოპოლიტიკური გარდატეხები. ეს გეოპოლიტიკური გარდატეხები, არა, ეს გეოპოლიტიკური გარდატეხები არსებობს ჩვენ შესაძლებლობის კარები აუცილებლად დაგვეღება. იქ ცხოვრობთ, ჩვენ ცხოვრობთ ახლა გარდატეხის ზუსტად აი ამ გეოპოლიტიკური გარდატეხის პერიოდში. ამიტომ ჩვენ თუ არ ვიქნებით აი ამ ხო მესმის ქალბატონიკა, მაგრამ მე თუ მომეცემა საშუალება ამაზე კიდევ რამდენიმე სიტყვას მაგრამ ძალიან ვცვლად საუბრობთ, ხო ეს არის გადაცემა, რომელსაც აქვს თავის ფორმატი, სადაც მაგალითად გიგა ნასარიძის ყველაზე ცოტა ვისაუბრებ. ინგა, აი რეპლიკას ვეთქვი. გიორგი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებთ, როგორც ცხოვრება, ჩემი გავიდა იმაში, რომ პოლიტიკოსები, რესპონდენტები მასწავლიან, როგორ უნდა წავიყვანო ხოლმე გადაცემას. საბოლოოდ ეს პოლიტიკოსები იცვლებიან და ჟურნალისტები რჩებიან ასე, რომ ეგება დაგვემორჩილოთ, ამაში მაინც გიგას დაუსვათ კითხვას. გიგა უკაცრავად გიგას უსვათ კითხვას, არა. გიგას უსვათ კითხვას. გიორგი, აბსოლუტურად გეთანხმები და როცა ომზეა საუბარი და როცა დიპლომატიაზეა საუბარი, ეს გულისხმობს ზუსტად გეოპოლიტიკურ ვითარებას. ამის გავიგეთ, მომეცით საშუალება რომ სხვა სტუმრებსაც დავუსვათ კითხვას. მე არ მგონია რომ ჩვენ ომი წავაგეთ, მე მგონია რომ ჩვენ ბრძოლები გვაქვს წაგებული და ომი გრძელდება. მე არ მგონია რომ ჩვენ ეს ომი დასრულებული გვაქვს. ჩვენ ეს ომი გვაქვს დასასრულებელი და არ მგონია რომ ეს ომი კარგავს და არა, თბილისის დაკარგვაზე არ ვსაუბრობ, ბატონო ჯონჯი, შეიძლება თქვენ ფიქრობთ რომ ესე უნდა დამთავრდეს თქვენი ომი. ჩემი ომი თბილისის დაკარგვით არ თავდება რა, ჩემი ომი თავდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. თქვენი ნაომარი მაჩვენეთ და მე ვილაპარაკე თქვენს ომზე. ჩემს ნაომარზე და ჩემს ნაომარზე ხელისუფლებაში იყავი. მე არ ყოფილი ვარ ხელისუფლებაში. კარგი, უმაბრალებ თუ ყველა გადაცემაში. გია არასოდეს არ ყოფილა ხელისუფლებაში. მაჩოის გიაც და კოტე იოსელიანი ციხრენ დიპლომატები დიპლომატიურ სამსახურში თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ რამე დასამალი კი არა ის აიღეთ, ნახეთ სადღაც. არ არიან პოლიტიკოსები ბატონო ჯონდი. არა ბატონო ჯონდი, არა ბატონო ჯონდი. ეს სკოლაში ისწავლეს. მაგრამ მოკლე რეპლიკა და გიგასთან უნდა დავსვა კითხვა. ბძანეთ რითმა. ის რა არის აი ისე ბატონ გიგასთან დაკავშირებით დიპლომატი ყოფილა პიროვნება სამწუხაროდ არ ვიცნობდი. გია ჯაფარიძე? ხო, გიას არ კოტე იოსელიანიც დიპლომატია და არ ვიცნობდი, მაპატე, მუშაობდნენ ამ ძალიან დიდი ბოდიში. რაშია იცით საქმე, ჩვენ მე მგონი ბოლომდე არ ვიცით სიტყვა ომის დეფინიცია. ეხლა აქ იყო ჩემი მართ რეპლიკები საფრანგეთთან და იმასთან დაკავშირებით. აღარ ვილაპარაკობ დიპლომატები ევროპის კრიზისს რო ვერ ხედავენ, ძალიან სამწუხაროა. არა, მე თქვენ უბრალოდ ფაქტუალურ შეცდომაზე მიგითითეთ. არანაირი რეპლიკა არ ყოფილა, თქვენ ფაქტობრივი შეცდომა დაუშვით და მე უბრალოდ ამ ფაქტობრივ შეცდომაზე. კარგით, მე გიგასთან მაქვს ასეთი კითხვა. არასწორად იყო მოხსენიებული. კარგით, თქვენ არ იცნობდით ერთმანეთს, ეს ორი ადამიანი არის დიპლომატი, არ არიან დღეს მოსულები, არიან დიდი ხნის დიპლომატები, მათ აქვს თავისი მოსაზრება. გაიცანით ეხა ერთმანეთი, გადაცემის შემდეგ ამის შესაძლებლობაც გექნება. გიგა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ იმ პროცესის შეჩერება, რითიც დავიწყეთ გადაცემა, საუბრობთ ამ ცოცხალ ოკუპაციაზე? ერთადერთი გზა ჩემი აზრით ამ პროცესის შეჩერებისა არის გააქტიურება ისევ, ჩვენი ხელისუფლება, ვინც იქნება ხელისუფლებაში ცოტა ხანში, რა ვიცი, ეს ხელისუფლება თუ გააქტიურდება, რაც მე ეჭვება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მათ აირჩიეს გზა, რომ ჩუმად ისხდნენ და ელოდონ როგორ განვითარდება. მოვლენები თავისთავად და თავისთავად ეს მოვლენები სამწუხაროდ ჩვენთვის ცუდად ვითარდება. ერთადერთი გზა არის ჩემი აზრით, ჩვენმა ხელისუფლებამ უფრო მეტად შეაწუხოს დასავლური ქვეყნები და დასავლეთი. არანაირად არ არის ვალდებული დასავლური ქვეყნები, დასავლური ორგანიზაციები, რომ რაღაცნაირად ჩვენ დაგვიცვან, მოვიდნენ და ჩვენს მაგივრად იბრძოლონ თუნდაც დიპლომატიურ ასპარეზზე. საერთოდ არანაირი ვალდებულება მათ ამის არ გააჩნიათ, სანამ ჩვენი ხელისუფლება მათ კარგად არ გააგებინებს, არ სთხოვს, რომ მოდით ახლა აი ამ ფრონტზე დაგვიცავით, მანამდე არაფერი არ გამოვა ჩემი აზრით. რუსეთთან პირისპირ დაჯდომა და ერთ-ერთი ლაპარაკი აქ უკვე ბევრი ისაუბრეს ამაზე და აბსოლუტურად წარმოუდგენელია რამე დადებითი შედეგი დასრულდეს. და აი ბატონი გიორგი ამბობდა დღეს როცა დღეს როცა სოხუმში და წინაშე საელჩოები აქვს როგორ აი აბსოლუტურად აი აბსურდი არის ჩემი აზრით და ბატონი გიორგი ამბობდა რომ საქართველოს ოდითგანვე ლავირებდა ორ დიდ იმპერიას შორის და ამით მოვახციეთ აქამდე ბატონი გიორგი როგორც მახსოვს ისტორიკოსია და მას უნდა მოიხსენებოდეს და ალბათ ჩვენ გვიმალავს რომ საქართველოს ასევე იბრძოდა ხოლმე კიდევ დიდ იმპერიებსაც ებრძოდა და ის მარტო არ ლავირებდა და ამით არ მოუღწევია ის იბრძოდა ხოლმე დიდ იმპერიებს და რუსეთზე გაცილებით ძლიერ იმპერიებსაც ებრძოდა ხოლმე და ამითაც მოვახციეთ ჩვენ აქამდე ჩემი აზრით
კი ბატონო, როცა საჭირო იყო იბრძოდა და როცა საჭირო იყო როცა საჭირო აი ცოტა რთული გასარკვევია, როდის არის საჭირო. კარგი. ჯონდი გაცლევთ სიტყვას კი ბატონო, შემდეგ კოტე იოსელიანი, ბატონი გიორგი და ისევ გია და გუბაზი და უკვე მერე მთელი გადაცემა იქით გადა. დავკარგეთ. 93 წელს, ხო 92 წლის აგვისტოში დაიწყო სომი და სოხუმის აღება დღეს როგორ წარმოგიდგენიათ? არ გვინდა ეს ისტორიული ექსკურსია? ძალიან მოკლედ ვამბობ, ძალიან მოკლედ. რა გვინდა? ვიცით ყველა ყველაფერი. რუსეთის პრეზიდენტი იყო ლოთი ელცინი, რომელსაც იმაზე ისევე კარგად მართავდნენ ვაშინგტონიდან, როგორც დღეს ჩვენი ხელისუფლებები იმართება. ვაშინგტონი რო ყოფილიყო ამის წინააღმდეგ, მაგალითად გაგრას პირველად რო გაგრინდა ჩვენ სამხედრო ტექნიკა გაგვაყვანინეს. ეს იყო ამერიკელების შუამავლობით და მაჭანკლობით, როგორც ეხლაც არიან და მათი გარანტიებით და მერე იქ ჩეჩნები იყო ძირითადად, მაგრამ რა თქმა უნდა რუსეთის ხელშეწყობით გაგრა აიღეს. ერთი ზარი რო ყოფილიყო ვაშინგტონიდან, გაგრას არ აიღებდნენ. სოხუმზე შეტევა რო დაიწყო, ერთი ზარი რო გაეკეთებიათ ვაშინგტონიდან, ანუ ჩვენ რომ ტერიტორიები დავკარგეთ, ამაში ადანაშაულებთ თქვენ ამერიკის შეხვედრას და იგა რომ არ შეიძლება ვაშინგტონის იმედი გქონდეს. უნდა გქონდეს პირდაპირ დიალოგი ამ ხალხთან. ვიმეორებ, როცა ანუ რუსების იმედი უნდა გქონდეს? ღმერთის იმედი უნდა გქონდეს, რუსებთან დიალოგით უნდა გადავწყვიტოთ. როცა ავადმყოფთან მიდიხარ ექიმა, სანამ დიაგნოზს დასვამ, ჯერ დიაგნოზი უნდა დასვა და მერე დაუნიშნო კურნალობა, ხო? ჯერ უნდა გამოიკვლიო რა მიზეზია ამ ავადმყოფობის. ჩვენ უნდა ჩავწვეთ რა მიზეზით მიზეზია იმ მიზეზით რომ ჩვენ ვართ რუსეთის საწინააღმდეგო სამხედრო ბლოკის მომხრე ეს უნდა შეუშვათ ტვინში ჩვენ ქართველებმა ეს და გავიგოთ ოკუპანტზე ვლაპარაკობთ რომელიც ხალხზე ბომბებს გვაყრიდა 2008 წელს და დღეს ბანერებით გვეძებს არის ნატოს მოწინააღმდეგე ქვეყანა. ეს არის მოწინააღმდეგე სამხედრო ბლოკები და ჩვენი სამხედრო ბლოკის მომხრეები ვართ, ვისთანაც სამხედრო კონფლიქტშია რუსეთი. იმიტომ რომ არესი ამოვნება კრემს, ამიტომ მოაერთა. ესეთეს წევრი გავხდით 93 წელს. გიგას რაღაცის თქმა. ესეთეს წევრი გავხდით 93 წელს. ესეთეს წევრი ვიყავით. ესეთეს წევრი. დაუბრუნდით მოსკოვის ორბიტაზე. მაშინ რატო გვებრძოდა? კარგი. მოსკოვის ორბიტაზე როცა ვიყავით, მაშინ რატო გვებრძოდა? ესეთეშიც ვიყავით. და ესეთეს სამხედრო არ არსებობს. არასებობდა. თქვენ საუბრობთ რომ ბლოკები არის ვაშინგტონის ორბიტა ბაგზანებ. ესეთეში სახელმწიფო არ იყო რუსეთი. ესეთეში შევიყვანეთ, აგვარდა აფხაზეთი და შევიყვანეთ ესეთეში. მაშინ რატო გვებრძოდა? როცა ესეთეს წევრი ვიყავით, მაშინ რატო გვებრძოდა? გავიგეთ, გიგას სულს. იმიტომ რომ ომი დაწყებული იყო, დავაგვიანეთ. იმიტომ რომ ესეთეს წევრი რო ვიყავით, მაშინ რატო ბომბავდნენ? როგორ 2000 წელს როცა ბომბავდა საქართველოს ტერიტორია, სავიზო რეჟიმი რო დააწესა, მაშინ ესეთეს წევრი ვიყავით. როგორ არ ვიყავით? 2000 წელს რომ უახლოეს წარსულზე გელა, როგორ არ ბომბავდა პანკისის ხეობაში რო ანტიტერორისტულ ოპერაციებს გეგმავდა და თქვენ არ გინახავთ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, სხვადასხვა კუთხეში ჩამოვარდნილი ბომბები, სათამაშოების ხან ზოგი სპილოს და ზოგი ჟირაფის ფორმის რო იყო და ბავშვები რო ფეთქდებოდნენ, ეგ არ გახსოვთ? უახლოეს წარსულზე არ გელაპარაკეთ. ახლა სხვა სტუდენტი და დარბაზთან უნდა ომი არ იყო მაშინ. უპასუხეთ. ომი არ იყო და მაინც გვიგდებდათ ხო მაგას გეუბნებით. კარგით, გიგას რაღაცის თქმა სურდა, წეგანს შევაწყო. მინდა ისე გამოდის თითქოს რომ ჩვენი ბრალი არის ეს ოკუპაცია და არ არის ჩვენი ბრალი რა. ოკუპანტი როცა შემოდის და იპყრობს შენს ტერიტორიას, ყოველთვის არის ოკუპანტის ბრალი. რა მიზეზია ეს უნდა ვიცოდე. ხო და მიზეზი არის ის რომ ჩვენ ავირჩიეთ დასავლეთიდან. ეს შენი არჩევანია დასავლეთი ამ ქვეყნის დიდი მოსახლეობის არჩევანია და ამის გამო არც ერთ სხვა ქვეყანას რუსეთის არჩევანი გაიგოთ უნდა რა. რა რუსეთის არჩევანი? რატომ გახართ ამ კამათში რუსეთის მხარეს ეს ვერ გავიგეთ ორი კი ბატონო. ამ კამათში და დაპირისპირებაში რუსეთის მხარეს რატო ირჩევთ? ეგეთ შაბეჭილება რჩება. კი, ეგეთ შაბეჭილება რჩება. ესე იგი, ამიტომ უფრო სერიოზულად თქვით, რომ ნეტა შემოვიდეს თბილისში რუსეთიო და მაგას რაჯობიაო და საკმარისად რუსები არ შეხედან ხელისუფლებაში. ეხლა თუ გესმით, რუსეთი შემოვიდეს არა სამხედროზე, არამედ ჩვენ შევიდეთ მოსკოვში და ისინი ჩემო კარგი. ვიცით რა ხარ? 45 კილომეტრში დგას თბილისიდან რუსული ტანკები. 1800 პირველი ძალიან ხშირად ხოქავენ. ჩვენ უნდა მივაქციოთ ტანკები გავიდეს და შემოვიდა ეს რუსის ტანკები შემოვიდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს. მე მგონია შემოვიდა ძალიან კარგად გვახსოვს რუსეთი 1800 პირველ წელს შემოვიდა და მაგის არ გასულა არც. კი
კი, ოღონდ საქართველოს ოკუპაცია მოხდა. ხო, მაგრამ ესეც გაითვალისწინეთ, რომ ბათუმი დღეს რომ არის საქართველოს შემადგენლობაში, ისე გამოიყვანა ისტორია, რომ რუსის ჯარმა ახალციხე და ბათუმი გაანთავისუფლა თურქებისგან. ესეც გაითვალისწინეთ. ისტორია არ არის ინდური ფილმი, რომ არის აბსოლუტური სიბოროტე და არის აბსოლუტური სიკეთე. ისიც ნუ დავიწყდებათ. რუსების შემოსვლამდე 20 წლით ადრე იმერეთში ტყვეთა-ყიდვა იყო და ქართველები შემოსვლა გადაგვარჩინეს ახლა რა არა ამ ქვეყანას ქვეყანა როცა ერთიანდება თავისი ენერგიით. მადლობა კოტე იოსელიანთან გადავდივართ და ბატონ გიორგი თავისი ენერგიით არ მოუხდენია. მადლობა ეს მოხდა რუსეთის იმპერიის პირობებში. ესეც გავითვალისწინოთ. დიდი მადლობა. კოტე იოსელიანთან გადავდივართ და ბატონი გიორგი რეკლამადა ერთეული იყო. გითხრა, ჩამოგითხრა. არა, მახსოვს მე ისტორია. კახეთი, სამცხე, გურია, აჭარა ოსმალეთში იყო. სამეგრელო, ჟერვაშიძის აფხაზეთი, სვანეთის ერისთავო. რა გაერთიანება არა. ნახე რამდენი გამოვიდა? ბევრი გამოვიდა. კარგით, კარგით. მახსოვს, მაგრამ როცა შუაზე ყოფენა შენერაზე ლაპარაკს იგრძალავენ, ეს გაერთიანება არა. სამწუხაროდ. მოდით კოტე იოსელიანთან გადავალ, მას ბევრი დაუგროვდა. ბატონო, მიკროფონი არის ისმის. გერმანია და იტალია რამდენი იყო? ხო, მომოთ ის თავისი ენერგიით გაერთიანდა და პრუსიამ გაერთიანა. ჩემო კარგო, ისტორიას როცა გაეთამაშებით, იცოდეთ კარგად, როცა არის აქ საუბარი გერმანისა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიაზე, არ არის ეს სწორი შედარება. აფხაზები არ არიან ქართველები. ეთნიკურად ყოველ შემთხვევაში ისინი არ თვლიან თავს ქართველებად და აღმოსავლეთ გერმანელები თვლიდნენ თავს გერმანელებად. მადლობა გუბას, კოტე იოსელიანთან გადავდივართ და ბატონი გიორგი ამბობს. მილიონობით გერმანელი, აღმოსავლეთ გერმანელი რო გადავიდა უნგრეთის გავლით დასავლეთ გერმანიაში. ამიტომ გაითვალისწინეთ ესა რა. მადლობა დიდი, კოტე იოსელიანთან გადავდივართ. ალბათ დაგიგროვდათ ბევრი სათქმე და ამ ბლოგს დაასრულებს ბატონი გიორგი ოთხმეზური, შემდეგ მთლიანად აუდიტორია. ეხლა კონრად ადენაუერი მოლაპარაკებას აწარმოებდა ნიკიტა ხრუშოვთან. კარგით. ოკუპანტთან. ესეც გაითვალისწინეთ. გადმოვიდეთ ეხლა ნიკიტა ხრუშოვიდან ჩვენს რეალობაში, გისმენთ კოტე. აქ ეხლა რაღაცა ისტორიული თარიღების ცოდნის დემონსტრირება ნამდვილად ვერ შეუცვლის იმ ორ ადამიანს, რომელიც აქ იყო. თარიღი წელი თუ ვახსენებ. ნუ მაწყვეტინებ თუ შეიძლება. ციფრი ვახსენებ. ნუ მაწყვეტინებ თუ შეიძლება. როცა რაღაცაზე გააქვთ პრეტენზია, ხო? და როცა რაღაცას ამბობთ ზედაპირულად, ნუ ილაპარაკეთ. უნდა ჩავჯდეთ დროში, აუდიტორიასთან უნდა დავსვა მე არ მიხსენებია. მადლობა. ისტორიული წიაღსულები. დაუკეთეთ რევიზირებას. აგით ეხა დამთავრებინეთ ეხა მე რას თქვენ თქვი ძალიან კარგად ვიცისა ყველა და ახალი არაფერი არ გითქვამთ თუ გინდა ჩემი აზრი ამას ბევრი რამ თქვი ახალი. თქვენ ასევე რაღაცა ისეთ წიაღსულებში წახვედით რაღაც მისტიურ დიპლომატიურ ურთიერთობებში ყოფილიყავთ მისტიკის ძალიან კარგად ვიცი არ ამგონია იმიტომ რომ როიცოდი არის ხმარდი ამ შეიტყვა რა შეიძლება ვის ელაპარაკოთ რაღაცა არ დასახელებულ სახელმწიფოებში ასევე მოусმინოთ რა კოტე იოსელიანს აფხაზეთის და ოსეთის პრობლემატიკა აფხაზეთის და ოსეთის პრობლემატიკის მოგვარებაში რაღაცა დიდი ოსეთი არ არის სამხრეთ ოსეთი რო დაარქვით თქვენ ნაცებმა დიდი ისტორია მივიღეთ. ყაზბეგის ხელშეკრულება რო არ გამოიყენეთ ელცინსა და გამსახურდიას შორის დადებული ამაზეა საუბარი. მადლობა. ბატონო, დიდი რუსეთს აღიარებული ქონდა სამხრეთ ოსეთის გაუქმება. აღარ შემოვიდოდი რუსები, ვარ ყოფილი. ესე იგი დამთავრებულ მაშინ რას ერჩით ამ ხელისუფლებას, ჩემო კარგო? ესე იგი ეს პოლიტიკური ბედისწერა არსებობს, ხო? მაშინ რაღაცე დაობთ, მაშინ. არაფერი რუსებს უნდა რომ გაგანადგუროს და დაგიპყროს მორჩა. ამაზე მაშინ რაღაცა საუბრობთ. რუსეთი ჩვენთვის ცუდი ძალაა თუ კარგი ძალაა? ამაზე საუბრობთ. მადლობა, ძალიან გთხოვთ რა, კოტე იოსელიანს ვაძლევს სიტყვას, შემდეგ ბატონი გიორგი და მოკლე რეპლიკით უნდა მოკლედ, ეს არის აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, როცა საუბრობ ვიღაცასთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე, ისე რომ არავის საქმის კურსი არ არის და არავისგან არ იღებ ინსტრუქციას, ეს ერთი. მეორე აქ დასახელდა თითქოს დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ კონფლიქტური რეგიონების სტატუსი შეიცვალოს და მე ესეთად მახსენდება პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, საბჭოთა კავშირის დაშლა და თქვენ თუ ამას ელოდებით, რომ რამე მსგავსი შეიცვლება კიდე მსოფლიოში ძალიან შორს ხართ წასული, იმ ორი ადამიანისთვის ნამდვილად არაფერი არ შეიცვლება იმ საუბრით, რა საუბარის დღეს აქ მაგიდასთან მიდის. ჩვენ არ გვჭირდება კაპიტულიანტური და უკან დამხევი პოლიტიკა. ჩვენ ვართ რუსეთის
მეზობელი სახელმწიფო. რუსეთს ყავს ბევრი მეზობელი. ყაზახეთი, ბატონო გუბაზი, ის ყაზახეთი, რომელიც თქვენთვის ძალიან სანატრი და საოცნებო სახელმწიფოა და იცით თქვენ რასაც გეუბნებით. ასევე არის შუა აზიის სხვა სახელმწიფოები, ასევე არის ნორვეგია, ფინეთი, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, რომლებმაც წარმატებით დააღწიეს რუსულ კლანჭებს თავი. ჩვენ ეხა უნდა ვიაროთ ამ გზით. ბატონო გიორგი, თქვენ თქვით რომ ორი იმპერია იბრძვის, არანაირი ორი იმპერია არ იბრძვის, აქეთ არის რუსეთი და მეორე მხარეს არა. მეორე მხარეს დრო აღარ შვედეთი არ არის. მეორე მხარეს არის მთელი ცივილური სამყარო. ხო, ეგეც არიცით რა შეიძლება. მეორე მხარეს არის მთელი ცივილური სამყარო. ჩვენი გამოსავალი არის არა რომელიმე იმპერიასთან მიერთება, არამედ რუსეთისგან დისტანცირება და ცივილური სამყაროს ოჯახის წევრობა. ცივილური სამყარო არის ის სამყარო, სადაც უმაღლეს დონეზე არის ადამიანის უფლებები, უმაღლეს დონეზე არის განათლება, რასაც მოყვება მერე პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული და დააც ბაბაია რომ უნდა ეძახო, ეს არ არის სამშობლოს სიყვარული. ის რომ ლავირებით უნდა ებრძოლო რუსეთს, ეს არის ძალიან მცდარი და ის რომ თურმე ჩვენ ვერასოდეს ვერ შევალთ ნატოში, იმიტომ რომ მაშინ უნდა ვაღიაროთ ოკუპირებული ტერიტორიები, ეს არის რუსული პროპაგანდის ქვაკუთხედი, რომელსაც თქვენ ძალიან წარმატებით აჟღერებთ. დიდი მადლობა კოტელ. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ოთხმესურს ვაძლევს სიტყვას და მოკლედ დაასრულებს გია. გისმენთ? ხო, ბატონო, ჯერ ერთი რაღაცა რეკლამა გვიწევს და უნდა ჩავშდეთ დროში. ეს მოსახლეობა ვინც აჩვენეს ჩვენ ხელისუფლებას ნამდვილად შეუძლია და ნამდვილად ვალდებულია უფრო ქმედით ღონისძიებები განახორციელოს და დაიცვას ის მოსახლეობა. თუნდაც საპოლიციო რაღაცა ისინი რეჟიმი დააწესოს იქ და იმიტომ კი არა რომ რუსები არ გადმოვიდნენ. ხო, შეიძლება ეს თქვა, იმიტომ რომ ჩვენმა მოსახლეობამ არ გადაალახოს ის ბანერი, ის რა ქვია იმას მავთულ ხლართები და ეს არ დაიღოს და ამ გზით შეიძლება იქ მოსახლეობის დაცვა. და ბევრად მეტი ყურადღება ჭირდება იმ მოსახლეობას ხელისუფლებისაგან. ეხლა რაც როდესაც ვსაუბრობთ რა 93 წელს დამთავრდა ერთი ეტაპი რუსეთ-საქართველოს ომისა რა, ერთი ეტაპი. წაგვართვეს ცხინვალის რეგიონი, წაგვართვეს აფხაზეთი. მოვიდა 2003 წელს ახალი ხელისუფლება. როდესაც თქვენ ამბობთ, ჩვენ ყველაფერზე რის დათამობაზე მიდიოდით, როდესაც ხელისუფლების უმაღლესი დონის წარმომადგენელი გამოდის და რუსეთს ფეკალიების მჭამელებს ეძახის. როდესაც ამბობს, რომ წლის ბოლოს თუ არა, იმ წლის ბოლოს მე აუცილებლად ცხინვალში შევალ. როდესაც პრეზიდენტი გამოდის და პუტინს ლილი პუტინს ეძახის. აი აქ აირია ყველაფერი. რა, ერთი წუთით რა, ერთი წამით. მე არ გაგაწყვეტინეთ, კიდე ერთხელ გეუბნებით რა. და სად ვიყავით 2003 წელს და სადავართ დღეს. აი ეს პოლიტიკა, როდესაც ნატოსთანაც დაიწყო საქართველოს ურთიერთობა და რუსეთთანაც მოხერხდა ის რომ მიმიცი რა ქვია მას გალის რაიონში ხალხი დაბრუნებულიყო, ოჩამჩირის რაიონზე დაწყებულიყო ლაპარაკი და ხო საერთოდ შედარება არ არის რა ურთიერთობა და რა დამოკიდებულება იყო ცხინვალის რეგიონთან, როდესაც მოსახლეობა დაბრუნდა მაშინ უკვე ცხინვალის რეგიონში და ყველას ახსოვს ძალიან კარგად ავტობუსები რაჭაში დადიოდა ცხინვალის გავლით და არავითარი პრობლემა არ იყო. აი ამ პოლიტიკას უნდა გატარება, ამას ვამბობ. მადლობა. რომ მივახციოთ რაღაც. დიდი მადლობა გია, ერთი წუთი მაქვს ზუსტად დარჩენილი, უნდა დავაწყოთ და შემდეგ გადავდივარ მთლიანად ჩვენს ცოტა დროს დამითმოთ იმედია, ხო, შემდეგ ბლოკში, ხო? კი ბატონო, ანუ ისეთი შტაბ-შტილება რჩება თითქოს წინა ვინმე არის წინააღმდეგი რუსეთთან დიალოგის და დიპლომატიის. არა, რასაკვირველია, არავინ რუსეთთან დიალოგის წინააღმდეგი არ არის. დიალოგი უნდა გქონდეს ოკუპანტ სახელმწიფოსთანაც, ამისთვის უნდა იყენებდე პირდაპირ და არაპირდაპირ არხებსაც. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ არ უნდა ჩავდგეთ იმ პოზიციაში, რომ ვიხადოთ მუდმივად ბოდიშები. რუსეთის აგრესია გავამართლოთ ჩვენს მიერ განხორციელებული რაღაცა პროვოკაციით. ჩვენ არ უნდა არა, ნუ ესეთი საუბარი იყო, ხო, ეხლა რაც მოვისმენთ, გადავახვიოთ და ვნახოთ, ხო, ისე წარმოადგინეთ საქმე, თითქოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში დამნაშავე იყო საქართველო, ხო? სიმართლე საუბარი. ხო, სწორად. ეხლა როგორ უნდა თუ შეიძლება დავამთავრებდი. მე ხო არ გაწყვეტინებდით, ყველაზე ნაკლები ვისაუბრი, არ გაწყვეტინებდით. შეიძლება რომ ეს დავამთავრო? ხო, თუ შეიძლება ვიტყვი, ხო? ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. ჩვენ უნდა ჩავრთოთ რუსეთთან ურთიერთობაში აუცილებლად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
თუ საქართველოსდან, თუ თბილისიდან ისმის ორაზროვანი გზავნილები, თუ საქართველოსდან მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ცოტა ხნის წინ მათი ერთ-ერთი მინისტრი ამბობდა, რომ პუტინი საერთოდ მტერი არ არის, ხო? დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მაგიდასთან სტუმრებს ვემშვიდობები, გადავდივარ რეკლამის შემდეგ. დავით მხეიძე, თენგიზ აბლოთია, ბადრი ნაჭყებია, თამთა შამათავა, მათთან მექნება კიდევ კითხვები. დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. კარგად იყავით. რეკლამა კი მალე გაივლის, დაუბრუნდებით, არ გადარჩეთ.